როდესაც საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხზე ვსაუბრობთ, ხო, წინა ისტორია მოკლედ უნდა ვთქვათ. როგორ გაჩნდნენ ეს ბაზები აქ? ყველა ვიცით, რომ 1921 წელს ძმური სოლიდარობის მიზეზით ახორციელებული ბოლშევიკური ინტერვენცია, რომელიც თითქოს მუშათა კლასის გლეხობის დასახმარებლად განახორციელეს ჰუმანიტარული ინტერვენცია და ცოტა ხანში დატოვებდნენ საქართველოს ტერიტორიას, დაპირებები ჰქონდათ ბოლშევიკურ რუსეთს, მაშინ სიმართლე არ აღმოჩნდა და შესაბამისად 1924 წელს აჯანყებების და საერთოდ საქართველოს მოსახლეობის სერიოზული უკმაყოფილების და პროტესტების შედეგად მიხვდნენ, რომ საჭირო იყო აუცილებლად, რა თქმა უნდა, გამყარებულიყო მათი ძალაუფლება შესაბამისი ხისტი ძალის გამოყენებით და ამისათვის, რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურად იყენებდა ხოლმე საბჭოთა კავშირი სამხედრო ძალებს და ამისათვის მნიშვნელოვანი იყო შესაბამისი სამხედრო პლაცდარმის, სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის შექმნა, ხო? აქედან მოყოლებული თანდათანობით სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურა თავის შეიარაღებითა და ტექნიკით და სამხედრო პერსონალით დამკვიდრდა, განვითარდა და საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად ძალიან დიდი რაოდენობის სამხედრო ობიექტები საბჭოთა კავშირის და შემდგომ რუსეთის ფედერაციის კონტროლს ქვეშ, უშუალო დე-ფაქტო კონტროლს ქვეშ რუსეთზე როცა საუბარი, იმიტომ რომ ფაქტიურად სტატუსი თავდაპირველად საბჭოთა კავშირის შემდეგ ლეგალური ყოფნის არ ჰქონდათ, მაგრამ რეალურად დე-ფაქტო რაც არ უნდა ვთქვათ, შეიარაღება და ტექნიკა იყო ამ ბაზებზე, სამხედრო პერსონალი იყო ამ ბაზებზე და შესაბამისად ძალიან სერიოზულად აზიანებდა კიდევაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ხო, ყველამ ვიცით, რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის პირობებში 90-იან წლებში თუ განსაკუთრებით პირველ ნახევარში თუ როგორ ხდებოდა ბაზების საშუალებით სერიოზული მხარდაჭერა ინსტრუქტორების საშუალებით, სამხედრო ტექნიკის საშუალებით, თვითონ უშუალო ჩართულობით, განსაკუთრებით საჰაერო ტექნიკის გამოყენებით და დაბომბვით, ხო? თბილისის კონტროლის ქვეშ არჩებულ ტერიტორიების და სამოქალაქო მოსახლეობის. ასე რომ საბჭოთა კავშირის დაშლის თანავე ცხადი იყო, რომ საბჭოთა კავშირის და შემდგომ რუსული სამხედრო ყოფნა საქართველოს ინტერესებისთვის კარგი ვერანაირად ვერ იქნებოდა, ასე რომ პირველი პრეზიდენტი დამოუკიდებელი საქართველოსი ზვიად გამსახურდია და ამ მტკიცედ მიყვებოდა რუსეთის ბაზების გასვლის მხარდამჭერ პოლიტიკას და 1911 წლის სექტემბერში ფაქტიურად ლეგალურად ოკუპაციურ ძალებად გამოაცხადა. ხო, ოკუპაციის ხარისხიც კვალიფიკაცია მიანიჭა ამ ძალებს, ხო, სამწუხაროდ არ დარჩალდა თავისი პოლიტიკის გატარება, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას და სამხედრო პუტჩის საშუალებით, მათ შორის რუსეთის ჩართულობით მოხდა მისი ჩამოგდება და უკვე 1992 წლიდან ეგრეთ წოდებული სამხედრო საბჭო მოვიდა დე-ფაქტო სათავეში, ყოფილი პრეზიდენტი გაიხიზნა საქართველოს ტერიტორიის გარეთ და უკვე 92 წლის განმავლობაში სამხედრო საბჭომ თხოვა ჩამოსულიყო და ხელმძღვანელობა გაეწია ქვეყნისათვის ედუარდ შევარდნაძეს და ისიც ჩამოვიდა და შესაბამისად შეიქმნა ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საბჭო, რომლის ფარგლებშიც უკვე დე-ფაქტოდ ხორციელდებოდა ქვეყნის მართვა, თუმცა რეალურად ძალიან სერიოზული ქაოსი იყო და მოშლილი იყო ინსტიტუციების ქმედება, განკვეულწილად კლანებად იყო, მათ შორის სამხედრო ძალების კუთხითაც დაყოფილი ქვეყანა, ხო? თალკე მხედრიონი, თალკე გვარდია, თალკე სხვა დაჯგუფებები და ასე შემდეგ, ხო? და ამ დროისათვის მოგეხსენებათ, რომ კონფლიქტები რუსეთის ჩართულობით უფრო ღვივდება, როგორც სამაჩაბლოში, ასევე აფხაზეთში და სერიოზულად ახორციელებს თავის ჰიბრიდული ომის პოლიტიკას
განსაკუთრებით დასუსტებული საქართველოს რეალობის პირობებში კრემლი. ამჟამად უკვე ვითომ ესე იგი სერიოზული დემოკრატიული ამბიციების მქონე ელცინის ადმინისტრაციის საშუალებით, ხო, მათი პოლიტიკით და მათი ქმედებებით. თვითონ რუსეთის ბაზებთან დაკავშირებით სიტუაცია სტატუს რაც შეეხება კიტოვანს და რუსეთის თავდაცვის მინისტრს შორის ხელმოწერილი იქნა რუსეთის სამხედრო ბაზების ყოფნასთან დაკავშირებით დროებით მათისთვის იურიდიული სტატუსის მიცემი ხელშეკრულება, რომელიც არ იქნა სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული, ფაქტიურად თვითნებურად მოაწერა კიტოვანმა ამაზე ხელი და გარკვეულწილად გარკვეული იურიდიული სტატუსი, ოკუპაციის სტატუსი შეეცვალა და გარკვეული იურიდიული სტატუსი მიენიჭა მათ ყოფნას და შემდეგ უკვე როდესაც რუსეთის ჩარევით ორივე კონფლიქტში, როგორც აფხაზეთში, ასევე სამაჩაბლოში მიმდინარე კონფლიქტში დამარცხდა ქართული მხარე, შესაბამისად შედარებადნაძე წავიდა ესეთ იძულებით დათმობის პოლიტიკაზე, რომლის შედეგადაც დსთ-ში შევიდა, რუსეთის სამხედრო ალიანსში შევიდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში, რომელიც ნატოს საპირწონე, ნატოს საწინააღმდეგო სამხედრო ბლოკად ჩამოაყალიბა რუსეთი და რუსეთი იყო დომინანტი წევრი, რა თქმა უნდა, ამ ხელშეკრულების და ბაზებთან დაკავშირებით კი გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფდა 25 წლით რუსეთის სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის სამხედრო ბაზების პერსონალის და ჯავშან-ტექნიკის განლაგებას, ხო? ასე რომ ეს პრორუსული პოლიტიკის წარმოება მოხდა, რუსეთთან პრობლემების, უსაფრთხოების პრობლემების ორმხრივ ურთიერთობებში, ორმხრივ ფორმატში გადაწყვეტის სტრატეგია აერჩია შევარდნაძის ხელისუფლებამ, თუმცა ეს თვითონ ხელშეკრულება ბაზების ყოფნასთან დაკავშირებით შეიცავდა ორ მნიშვნელოვან წინაპირობას. ანუ მისი რატიფიკაციის წინაპირობა საქართველოს დააყენა ეს წინაპირობა და შევიდა ხელშეკრულებაში იყო ორი. ერთი, საქართველოს შეერთებული ძალების აღმშენებლობაში რუსეთის დახმარება და მეორე იყო, რა თქმა უნდა, კონფლიქტების დარეგულირებაში სერიოზული პროგრესის მიღწევა, ხო, ამ კონფლიქტების დარეგულირება. და როგორც ნახა, მთელმა საქართველოსმა და შევარდნაძის ხელისუფლებამ ამასთან ერთად ამ წლების განმავლობაში და ხელმოწერიდან წლების განმავლობაში არანაირი პროგრესი არ ყოფილა იურიდიულად დსთ-ს ფარგლებში მიიღეს ეგრეთ წოდებული ემბარგო სეპარატისტების საწინააღმდეგოდ, მაგრამ რეალურად ანდამაინც არ ხორციელდებოდა და რეალურად არანაირი წინსვლითი ნაბიჯები არ იყო, არც ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნება, აღდგენის და კონფლიქტების დარეგულირების, არც საქართველოს შეერთებული ძალების აღშენებლების კუთხით. ამ ერთ კაპიკი არ გაუწია და რაც გვეკუთვნოდა საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობიდან იმ ტექნიკის არანაირი წილიც არ გადმოუწია რუსეთის მხარეს. ასე რომ ხო, მნიშვნელოვანი აქვე ითქვას, რომ ამ დათმობებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი დათმობები გააკეთა შევარდნაძის ხელისუფლებამ, ასევე საქართველოს მთავრობაში პრორუსული მინისტრების დანიშვნის კუთხით. მაშინ იყო უშუალობის სამინისტრო ცალკე გამოყოფილი იყო და ესეთ ძალისმიერ ორგანოებს, ხო, ძალისმიერ სამინისტროებს, როგორც ეძახიან, ძალიან სერიოზული გავლენა ჰქონდათ განსაკუთრებით იმ პერიოდში. ეს იყო თავდაცვის სამინისტრო, უშუალობის სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო. შინაგან საქმეთა სამინისტროში თავისი დობით აღჭურვილი პირი დანიშნა, მაინც შევარდნაძე, მაგრამ ეს დანარჩენი ორი სამინისტრო ფაქტიურად ჩააბარა რუსეთის დობით აღჭურვილ პირებს. ერთი სუკის ოფიცერს იგორ გიორგაძეს და როგორც ამბობენ, ყოფილი სუკის ოფიცერი არ არსებობს, ხო? იგორ გიორგაძე გახდა უშუალობის მინისტრი, ხოლო თავდაცვის მინისტრი გახდა რუსეთში რა ძალების ბაზებიც იმყოფება და ამიერკავკასიაში, ხო, სამხრეთ კავკასიაში რა ძალებიც იმყოფება, ხო, იმ დროს, ანუ როგორც
აზერბაიჯანში, ასევე სომხეთში და ასევე საქართველოში, აი ამის სარდლობა იყო განლაგებული თბილისში. იცით რა ადგილას, აი ვაკე საბურთალოზე პეკინიდან ქვევით რო ჩამოდივართ საბურთალოს სასაფლაოზე რო ეს დიდი გამოშიგნული შენობა რო იყო. აი ეს იყო სწორედ აი ეს რუსეთის შტაბინა, რომლიდანაც იმართებოდა არა მხოლოდ საქართველოში არსებული შეიარაღებული ტექნიკა და ბაზები, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის აზერბაიჯანში და სომხეთში განლაგებული რუსეთის სამხედრო ძალები, ხო? ასე რომ ამ კუთხით რეალობა იყო ესეთი, რომ რუსეთის დობით აღჭურვილ პირებს ჩააბარეს ფაქტურად სადავეები და რატო თქვე კონკრეტულად აი ამ შტაბინაზე რატო გამომახული ყურადღება, იმიტომ რომ აი ამ შტაბის უფროსის მოადგილე რუსი გენერალი ქართული გვარით ვარდიკო ნადიბაიძე დაინიშნა თავდაცვის მინისტრად, ხო? და სუკის ოფიცერი იგორ გიორგაძე კი უშიშროების მინისტრად. ასე რომ ფაქტურად ნაწილობრივ ქვეყნის მართვის სადავეები ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენიანი სამინისტროების შევარდნაძემ გადააბარა რუსეთის მხარეს და აქედან გამომდინარე მოლოდინი იყო ის, რომ ამ დათმობების საპასუხოდ აი ამ ორ წინაპირობას რის საფუძველზეც ხელი მოუწერა ქართულმა მხარემ რუსეთის სამხედრო ყოფნას საქართველოში, რუსეთის ბაზების ყოფნას, აი ამ დათმობის საფუძველზე აი ეს ორი წინაპირობა ახორციელდებოდა, ხო? ერთი ამხშენებლობის სამხედრო ძალების ამხშენებლობის კუთხით დახმარება და მეორე კონფლიქტების დარეგულება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მაგრამ გავიდა დრო და ამ კუთხით არანაირი პროგრესი არ მოხდა და განსაკუთრებით შევარდნაძის მიერ აზრის შესვლაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო, როდესაც მის წინააღმდეგ ტერაქტი განხორციელდა და ამ ტერაქტის ორგანიზატორად დასახელდა სწორედ იგორ გიორგაძე, რომელიც სავარაუდოდ შემდეგ სწორედ ვაზიანში არსებული რუსეთის საჰაერო სამხედრო ბაზის საშუალებით გააპარეს რუსმა სამხედროებმა რუსეთში. ასე რომ თან წლებით გავიდა რამოდენიმე წლები, აი ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ნახა ახლა შევარდნაძის ხელისუფლებამ, რომ ამ მიდგომით არანაირ კონკრეტულ ხელჩასაჭით შედეგებს არ იღებს და რუსეთი მოქმედებს უფრო მელის და ყვანჩალას მითის პრინციპით, ხო? მელიას და ჩიტის იგავარაკის პრინციპით, როდესაც მელია უნებრო ბარტი გადმოგიგდა და თავს გაღანებებ და ერთ ბაქს როცა გადაუგდებ და გემოს გაიგებს, შემდეგ უკვე თავის განებაზე კი არა, შემდეგ რომელი ბარტკით ჩაიტყვარონოს პირი, იმაზე ფიქრობს და შემდგომი რა დათმობა გააკეთებდეს, ხო? ასე რომ ამ 25 წლის ხელშეკრულების რუსეთის სამხედრო ყოფნის ხელშეკრულებაზე რუსეთის დუმამ რატიფიკაცია არ გააკეთა. იმდენად, ესე იგი, მეტის მოლოდინი ჰქონდა, რომ კიდე გაცილებით უფრო დიდი რაოდენობის წლებით უნდოდა ხელშეკრულებაზე ხელმოწვრა დაგვეფიქსირებინა და მხოლოდ მერე გაეკეთებინა ახალი ხელშეკრულებისთვის რატიფიკაცია, ხო? ქართულმა მხარემ არ გაუკეთა რატიფიკაცია, იმიტომ რომ ეს რეალურად ეს პირობები, რომელიც დააყენა ხელშეკრულების მუხლებში, მის შესასრულებლად, მის იმპლემენტაციისთვის რუსეთის მხარემ არ შეასრულა, ხო? და უკვე ამის შემდეგ უკვე 99 წელს ხედავთ პოლიტიკის ცვლილებას, როდესაც შევარდნაძის ადმინისტრაციის პირობებში უკვე ჟღერდება ესეთი ფრაზები, როგორც არის საქართველოს იწყებს ნატოს კარზე კაკუნს, საქართველოს გამოდის ასევე ნატოს საწინააღმდეგოდ შექმნილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან, ისევე როგორც უკრაინა, აზერბაიჯანი არ არის ამის წევრი და შესაბამისად გადადის უკვე უფრო პროდასავლური საგარეო პოლიტიკის რელსებზე და აი ამ კუთხით უკვე დამატებით მნიშვნელობას ინძენს ეს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულება. რამდენადაც ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის რუსეთთან პრობლემის მოგვარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის ლეგიტიმური საერთაშორისო ინსტრუმენტი. რამდენადაც ეს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულება რეალობას აღარ ასახავდა, რამდენადაც საბჭოთა კავშირი და ბლოკები დაიშალა, უბრალოდ ნატოს ბლოკი გაფართოვდა და ვარშავის ბლოკი დაიშალა, აქედან საჭირო იყო, როგორც ტაშკენტის ხელშეკრულებისა ვისაუბრეთ, გადანაწილება ამ
ბლოკის ლიმიტების სახელმწიფოებზე და ასევე რა თქმა უნდა, ერთ სახელმწიფოში, როცა შეგეძლო შენი ხიარაღები სადაც გინდო და რომელიმე რესპუბლიკაშიც განთავსება, ეს უფლება ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე რუსეთს აღარ ქონდა, ხო? ასე რომ აი ახალ ადაპტირებულ ხელშეკრულებაზე დაიწყო მუშაობა, რომელიც სერიოზულად გაითვალისწინებდა იმ ცვლილებებს, რაც ამ სახელმწიფოების ყოფილი წევრი სახელმწიფოების დაშლის შედეგად ახალი სახელმწიფოების წარმოქმნის შედეგად წარმოიშვა, ხო? ასე რომ აქედან გამომდინარე, წადგა რეალური აუცილებლობა ადაპტირებული ხელშეკრულების ხელმოწერის, რაშიც ეს ცვლილებები იქნებოდა გათვალისწინებული. და ამას გარდა, რამდენად უკვე ეს ის პირობებია 99 წელი უკვე მეორე ომი დაიწყო ჩეჩნეთში და ამ ომის პირობებში რუსეთი არ ღვევს იმ ფლანგურ ლიმიტებს, რაც კავკასიაში ქონდა რუსეთს ძალიან ჰაერივით ჭირდება, რომ ადაპტაცია მოხდეს ამ ხელშეკრულების ისე და ახალი ხელშეკრულების რატიფიკაცია მოხდეს ისე, რომ აი ფლანგური ლიმიტები გაეზარდოთ ჩეჩნეთის ოპერაციიდან ანტერესტული ოპერაცია კი გაარქვეს, მაგრამ ფაქტიურად გენოციდი მოუწყვეს, ხო, ჩეჩნებს. აქედან გამომდინარე ჭირდებოდა შეცვლა, რომ არ გამოჩენილიყო დამრღვევად ხელშეკრულების და ასევე ეს ახალი ადაპტირებული ხელშეკრულებაში უნდათ ჩადება შესაბამისი შეზღუდვებიც, რომ ახალ გაფართოებულ ნატოს სახელმწიფოებში ნატოს მნიშვნელოვანი სამხედრო პოტენციალი არ განლაგებულიყო და რუსეთს არ შექმნოდა საფრთხე. ასე რომ ძალიან დაინტერესებული იყო ადაპტირებული ევროპაში შეერთებული ძალების ხელშეკრულების ასე მოდიფიკაციით და შემდეგ უკვე ძალაში შესვლით, ხო? აი ამ მნიშვნელოვანი მომენტების გამო და საქართველოსთვის გამოჩნდა ძალიან, ესე იგი, ძალიან კარგი ხელჩასაჭიდი ეფექტური ბერკეტი და მომენტი, როდესაც ხელს აწერდნენ 99 წელს ეუთოს 3-ზე ამ ხელშეკრულებას, რამდენადაც ძალაში შესვლას ყველა ამ ყოფილი წევრების, ხო, რომლებიც იყვნენ პირველ ხელშეკრულებაზე ხელმომწერები, რომლებიც იყვნენ და აღიარებდნენ სამართალმემკვიდრად ამ ხელშეკრულების, საჭირო იყო მათი ხელმოწერა და შემდგომი რატიფიკაცია და მათი ხელმოწერის გარეშე ფაქტიურად ჩავარდებოდა ეს ადაპტირებული ხელშეკრულება. ასე რომ სერიოზული ბერკეტი ქონდა ამ კუთხით საქართველოს სტამბოლის ეუთოს 3-ზე 1999 წელს და აქედან გამომდინარე ქონდა სერიოზული შესაძლებლობა რუსეთის ბაზების არალეგიტიმურად გამოცხადების და მათი გაყვანის მოთხოვნის. მოლდოვას შემთხვევაში ეს სრულად გაკეთდა და მათ მოითხოვეს რუსეთის ბაზების სრულად გაყვანა მთელი თავის ტერიტორიიდან, მათ შორის დნესტრისპირეთის კონფლიქტის ზონიდან და დააკარგი ისეთი მეორე მხარდამჭერი ის ქონდათ, რა ქვია, ფაქტუალური გარემოება, მათ გამოაცხადეს ნეიტრალიტეტი და ეს ნეიტრალიტეტის პრინციპი პირდაპირ კონსტიტუციაში ქონდათ ჩადებული, ხო? და აქედან გამომდინარე მოითხოვდნენ რუსეთის ჯარების სრულად გაყვანას მათი ტერიტორიიდან. ნუ შევარდნაძემ ბოლომდე ვერ გაბედა ეს, მაგრამ მოითხოვა აი იმ ბაზების გაყვანა, რომელიც განსაკუთრებული აქტიურობით გამოიჩინოს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ განსაკუთრებით აქტიურად მოქმედებდნენ. ხო, ერთი იყო ეს გუდაუთის ბაზა, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული აფხაზეთის კონფლიქტში და მეორე თბილისში არსებული სამხედრო ვაზიანის ბაზა, რომლის საშუალებითაც გააპარა რუსეთის სამხედროებმა შევარდნაძის წინააღმდეგ ტერაქტის დამაორგანიზებელი ყოფილი უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე, ხო? აქედან გამომდინარე გვაქვს ესე იგი ჩვენ რეალური შესაძლებლობა, რომ 3-ზე მოვითხოვოთ გაყვანა როგორც მინიმუმ 2 ბაზი და ასევე მოთხოვნა იყო ამის გარდა იმ შეერაღებაზე ტექნიკის რაოდენობის შემცირების, რაც და პერსონალის შემცირების, რაც იმჟამად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, ხო? მოკლედ რო გითხრათ, როგორი იყო კონფიგურაცია საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების მოკლე აღწერას გეტყვით. ესე იგი, ძირითადად ბაზები იყო, როგორც გითხარით, ეს სამხედრო შტაბი თბილისში, ვაზიანის სამხედრო ბაზა, თავისი აეროპორტით, ბათუმში იყო სამხედრო ბაზა, გუდაუთაში იყო სამხედრო ბაზა და ახალქალაქი. ანუ 4 ძირითადი სამხედრო ბაზა იყო და შტაბი იყო კიდე თბილისში, ხო? მოითხოვეთ გუდაუთისა და
ვაზიანი სამხედრო ბაზის გასვლა და ზოგადად შემცირება მთლიანად რაოდენობა განლაგებული რაოდენობის სამხედრო შეიარაღებისა და ტექნიკის, ხო? ნუ ძალიან გვაჯუუტა რუსეთი თავიდან, მაგრამ მის ინტერესებში სერიოზულად შედიოდა ადაპტირებული ხელშეკრულების ხელმოწერა, თქვით ხო, რა ინტერესებზე იყო საუბარი და ამდენად ძალიან პრინციპულ პოზიციაზე დავდექით ჩვენც და მოლდოვაც მოუწიო იძულებული გახდა აიღო ვალდებულება და ორმხრივი დეკლარაციული დოკუმენტის განცხადების, სტამბოლის განცხადების სახელით შევიდა ისტორიაში, ხელი მოეწერა საქართველოსთან და მოლდოვასთან ამ განცხადებებისთვის, სადაც დაფიქსირდა მოლდოვადან საერთო მთლიანი შეიარაღების ტექნიკას და მთლიანად პერსონალის და ბაზების გაუქმების ვალდებულების აღება დაფიქსირდა. საქართველოში კიდე შემცირება შეიარაღების და ტექნიკის და პერსონალის და შესაბამისად აი ამ ორი ბაზის გაყვანის ვალდებულებაც აიღო საქართველოსთან მიმართებაში ამ სტამბოლის განცხადების საფუძველზე. ასე რომ ჩვენ დამატებითი ძალიან სერიოზული ინსტრუმენტი მოვიპოვეთ ხელში რუსეთის ბაზების გაყვანის უზრუნველყოფი და ამასთან ერთად ახალი ადაპტირებულ ხელშეკრულებაში დაამტკიცეთ ეწერა სამხედრო ძალების ზღვის ტერიტორიაზე გაყვანის შემთხვევაში მასმიძელი ქვეყნის თანხმობის საჭიროების პრინციპი იყო გაწერილი და აუცილებელი იყო მასმიძელი ქვეყნის თანხმობის მიღება. ამ პრინციპი იყო ერთ-ერთი ფუნდამენტალური პრინციპი და ეს ორი ძალიან სერიოზული ბერკეტი ჰქონდა ევროპის შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების ფარგლებში რუსეთის ბაზების საქართველოსთან გასაყვანად, ხო? ამასთან შევარდნაძის პერიოდში და განსაკუთრებით შემდგომ მერე სააკაშვილის ადმინისტრაციის პირობებში სერიოზულად გააქტიურდა აი ამ ინსტრუმენტების გამოყენება რუსეთის სამხედრო ყოფნის მთლიანად აღმოსავლეთად საქართველოს ტერიტორიიდან, ხო? და ჩვენი დიპლომატიის ძალიან სერიოზული მიღწევა იყო ის, რომ მარტო რო არ დავჩენილიყავით ჩვენ და მოლდოვა, ხო, რუსეთთან მიმართებაში, როდესაც ამ ხელშეკრულების რატიფიკაციაზე უარსო ხელი კი მოვაწერეთ, მაგრამ სანამ არ გაიყვანდნენ, ხო, ამ ბაზებს, ხო? მანამდე და არ შეგვთანხმდებოდა ასევე ეწერა, რომ შემდეგ ბაზების ფუნქციონირებთან დაკავშირებით რაც დარჩებოდა ამ სტამბოლის განცხადებაში, იმაზე შეთანხმებას უნდა მიგვეღწია და ჩვენ მერე უკვე ვამბობდით, რომ ეს შეთანხმება ჩვენთვის არის დამატებითი, რაც დარჩა იმ ბაზების შეთანხმება, მხოლოდ გაყვანის რეჟიმში მათი ფუნქციონირება, ხო? ამ კონტექსტში გადავთარგმნოთ ესეც და რამდენად ჩვენ ვართ სრულოვანი ქვეყანა და ჩვენ უნდა მივცეთ თანხმობა, ეს ჩვენი ექსკლუზიური უფლება იყო. აქედან გამომდინარე ესეთი სერიოზული მოთხოვნა ჰქონდა და ბერკეტიც ძალიან ესეთი სერიოზული ჰქონდა ხელში და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოღონდ უბრალოდ რომ ჩვენზე არ გადატეხილი იყო და მოლდოვაზე ჯოხი და ამ ხელშეკრულების რატიფიკაციის შეყოვნება რუსეთის მიერ ამ სტამბოლის განცხადების ვალდებულების არ შესრულების გამო არ ყოფილიყო მარტო ჩვენი პოზიცია, იმიტომ რამდენადაც მარტო და ჩვენ და მოლდოვა თუ იქნებოდით ამ პოზიციაზე ნატოს წევრი ქვეყნები და რუსეთი მეორე პოზიციაზე ძალიან სერიოზული ზეწოლის შესაძლებლობა იქნებოდა, შეიქმნებოდა, რომ რაღაცა დათმობები გავეკეთებინა, ხო, ჩვენ პოზიციაზე. ასე რომ ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ასევე ისიც, რა თქმა უნდა, მათაც ჰქონდათ დასავლეთის თავისი ინტერესები, ამ კუთხით სერიოზული მიღწევა იყო ის, რომ ნატო შეუერთდა ჩვენ პოზიციას. ანუ რატიფიკაციამ ახალი ადაპტირებული ევროპული ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებისას გაუკეთებდა ნატოს წევრები მხოლოდ მაშინ, თუ რუსეთის მხარე საქართველოსთან და მოლდოვასთან მიმართებაში შეასრულებდა თავის ვალდებულებს და გაიყვანდა თავის სამხედრო ბაზებს, ხო? უკვე საქართველოს მიდგომის ესე იგი ტრანსფორმების შედეგად სრულად უნდა გაიყვანა ეს ბაზები, ხო? ასე რომ ამ კუთხით უკვე ძალიან სერიოზული ჩართულობა საერთაშორისო თანამეგობრობის, სერიოზული საერთაშორისო ინსტრუმენტები და პოზიციაც უკვე არსებობდა ჩვენი მოთხოვნის გასამყარებლად და რეალურად იმპლემენტაციისთვის. და პირველ ფაზაზე რუსებს მოუწია ვაზიანის ბაზის დახურვა, უდაუთიდად მნიშვნელოვანი რაოდენობის შეიარაღებული ტექნიკა გაიყვანა, მაგრამ რამდენადაც მონიტორინგი ძალიან გაზნელებული იყო უდაუთის ბაზის გაყვანის და რა ინფორმაციაც არსებობდა, მათ შორის ჩვენი მეგობრებს ჰქონდათ ხო სატელიტური შესაძლებლობები, დადასტურდა რომ რაღაც ნაწილი გაიყვანა, მაგრამ ნაწილი დატოვებული იყო და იმიზეზებდნენ იმას თითქოს რომ ეს სამშვიდობო ფორმატის ფარგლებში ქონათ ეს მანდატი, თუმცა არც ამ სამშვიდობო დოკუმენტებში რუქა, რომელზეც ისინი ახდენდნენ
აქცენტს, რომ ამ რუქის ფარგლებში სამშვიდობოები იქაც უნდა ყოფილიყვნენ გუდაუთაში განლაგებული არ მოიძებნა, მაგრამ ხისტად ახორციელებდნენ იქ ყოფნას მაინც. მათ თითქოს მხოლოდ სამშვიდობო პატარა მცირე ძალები ჰქონდათ. ანუ ვაზიანიდან რეალურად გავიდა, გუდაუთიდან გარკვეული შეღავათ ტექნიკა გავიდა, მაგრამ რეალურად ძნელი გასაკონტროლებული იყო და იქ დარჩა, რა თქმა უნდა, მათი სამხედრო კონტინგენტი. შემდეგ სააკაშვილის ადმინისტრაციის პირობებში გაიზარდა, რა თქმა უნდა, ვარდების რევოლუციის შემდეგ დასავლეთის სერიოზული მხარდაჭერა იყო უკვე საქართველოს ხელისუფლების და თვითონ ქვეყნის მიმართ. ბუშის ვიზიტის შემდეგ განსაკუთრებით გამტკიცდა მხარდაჭერა, როდესაც საქართველოს პოზიტიური იმიჯი მიენიჭა რეგიონში თავისუფლების შუქურად თავისუფლების შუქურის სტატუსი მიენიჭა, ხო და თვითონ ამერიკის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში ჩადგა, ხო, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც აი ადრე ევრონიუსი მაშინაც იყო და ადრე ევრონიუსის ამინდის რუქის რუქაშიც კი არ ამინდის პროგნოზის რუქაშიც კი არ ვიყავ. ჩვენსკენ არც მოდიოდა ეს რუკა ევროპაში ამინდის პროგნოზირების საკეთებდა და პოლიტიკურ რუქაზე ხო საერთოდ არ ვიყავ, ასე რომ ფაქტურად პოლიტიკურ რუქაზე ამერიკის ადმინისტრაციის ჩართულობით ბუშის შვილი ბუშის ადმინისტრაციის პირობებში, რაც ამერიკაში განსხვავებული აზრი არ უნდა იყოს და საერთაშორისო თანამეგობრობაში ბუშთან დაკავშირებით, საქართველოსთვის ბუში ნიშნულოვანად სერიოზული პოზიტიური ფიგურა იყო. რამდენადაც ამას გარდა ჩვენი აქტუალობის, ჩვენი თემის აქტუალობის, ჩვენი ქვეყნის აქტუალობის და პოლიტიკურ სივრცეში საქართველოს გავლენის გაზრდასთან ერთად რეალურად თანამედროვე სამხედრო ძალებად ჩვენი პოსტსაბჭოთა ნაკლებად ეფექტური მაშინდელი არმია სწორედ ამერიკის შეერაღებული ძალების მიერ განხორციელებულმა წვნისა და აღჭურვის პროგრამამ გარდაქმნა, ხო? და ამ წვნისა და აღჭურვის პრობლემა რამოდენიმეჯერ უფრო მეტი დაფინანსების მქონე იყო, ვიდრე საქართველოს მაშინდელი ბიუჯეტი, რომელიც დაახლოებით სადღაც 25 მილიონის ფარგლებში იყო, ხო? ასე რომ აი ამ კონკრეტულმა საერთაშორისო ჩართულობამ ძალიან ესე იგი სერიოზული შედეგები გამოიყო პირველ ეტაპზე როგორც მინიმუმ ვაზიანის ბაზის გაყვანასა და გუდაუთაში სამხედრო ყოფნის შემცირების კუთხით და შემდგომ უკვე ეს ზეწოლა რამდენადაც დანარჩენი სამხედრო ბაზების ყოფნაც ჩვენი ინტერპრეტაცია იყო ის გასვლის რეჟიმში უნდა ყოფილიყო მათი ფუნქციონირება და სხვა არაფერი, ამ კუთხითაც ძალიან სერიოზული ზეწოლა განხორციელდა და ჩვენმა დასავლელმა კოლეგებმა ნატოს წევრებმაც გაითვალისწინეს და გაიზიარეს ეს პოზიცია და სერიოზული ზეწოლა განხორციელდა რუსეთზე. ამას ასევე დაერთო ამ პროდასავლური პოლიტიკის პირობებში ჩვენი მხრიდანაც სერიოზული საგარეო პოლიტიკის განხორციელება რუსეთთან დაკავშირებით ამ მიმართულებაში ეფექტური პოლიტიკის განხორციელება, რაში შედიოდა ასევე მიღებული გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ რეზოლუცია, რომლის ფარგლებშიც უნდა მომხდარიყო შესაბამისი ზომების გამოყენება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ უზრუნველყოფილიყო ყოფილიყო რუსეთის ბაზების გასვლა საქართველოს. მათ შორის ისეთი სერიოზული ბერკეტების გამოყენების შესაძლებლობა მიეცა საქართველოს ხელისუფლება, იყო ამაზე პარლამენტის მანდატი, როგორც არის შესაბამისი დაფინანსების ანაზღაურების ხარჯების გამო, არანაზღაურების გამო, შუქის გათიშვა, ხო, მიწის იჯარის გადაუხდელობის გამო, შესაბამისი იგი წყლის მიწოდება იყო, შუქის გათიშვა იყო და ასე შემდეგ, სერიოზული პრობლემები შექმნა. ასევე ერთი კარგი ბერკეტი იყო ვიზების რეჟიმის შემოღების შედეგად ჩვენ მოგვეცა საფრთხისფრო ბერკეტი, რომ არ ვაძლევდით სამხედროებს ვიზებს და იყო ეს შესაძლებლობა და აქედან გამომდინარე ძალიან ძნელია, ხო, რამდენი ხანი უნდა იყოს სამხედრო მოსახლეობის როტაცია ხო ჭირდება. ძალიან სერიოზული აქტიური პოლიტიკა განხორციელდება და თან საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით. ანუ განსხვავებული სტრატეგია ეს იყო, რომ რუსეთთან უსაფრთხოების პრობლემების მოგვარება დაიწყო, ანუ გაგრძელდა არა მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, არამედ საერთაშორისო
ჩართულობის ფორმატი, არის საერთაშორისო ფორმატი, ან რუსეთთან ურთიერთობამ პრობლემის გადაწყვეტა მოხდა უკვე საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით და არა ორმხრივ ფორმატში, რამაც ძალიან ესეთი სერიოზული შედეგი გამოიღო და უკვე 2005 წელს რუსეთი ყაბულსარი ლავროვმა ჯერ ხელის ჩამორთმევით ზეპირი შეთანხმება და ცოტა ხანში მაისის თვეში თუ არ ვცდები, უკვე მოაწერა კონკრეტულ შეთანხმებას ხელი, რომლის საფუძველზეც 2008 წლის ბოლომდე რუსეთის ყველა სამხედრო პერსონალი, შეიარაღებული ძალები უნდა გასულიყო საქართველოს ტერიტორიიდან და მოშლილიყო ფაქტიურად და გადაცემულიყო უპრესწორად ეს ინფრასტრუქტურა ქართული მხარისათვის და საკმაოდ სწრაფად შეასრულა 2007 წლის ბოლოსთვის უკვე შეასრულა ეს ვალდებულება რუსეთმა, რა თქმა უნდა, არაკონფლიქტურ რეგიონებში აფხაზეთიდან ბაზა არ გაუყვანია და ეს გასაგებია, როდესაც ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ნაკლებად წარმოსადგენი იყო, ხო? არალეგალური იყო მოლოდინი, რომ კონფლიქტის ზონიდან გაიყვანა, მაგრამ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან აი ამ მიდგომამ, საერთაშორისო ჩართულობის მიდგომამ ძალიან სერიოზული შედეგები მოგვცა და უკვე საქართველოს მთავრობის თბილისის კონტროლების ქვეშ ყოფ საქართველოს ტერიტორია რუსეთის სამხედრო ყოფნისაგან თავისუფალი ამ პერიოდიდან მოყოლებული, ხო? ეხლა კონკრეტულად თვითონ სამშვიდობო ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებაზე როცა ვსაუბრობთ, ხო? ამ კუთხით როგორ განვითარდა სიტუაცია, მოდი ბარემ ეს ნაწილიც ვთქვათ. 2007 წელს უკვე რუსეთი გამომდინარე პუტინის და ესეთი ხისტი პოლიტიკიდან მისი განცხადებიდან მიუნხენის კონფერენციაზე, რომელიც ერთ-ერთი ამავალი პოსტულატი იყო ის, რომ რუსეთი უკვე დემოკრატიული განვითარების გზას აღარ აგას, უკვე მანამდე ცხადი იყო, მაგრამ უკვე განცხადებულად წარმოჩინდა ეს საგარეო ვექტორი და ითქვა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო 21 საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა. ანუ უკვე თავის განცხადით საბჭოთა მემკვიდრეობის გაგრძელებაზე მოაწერა ხელი პუტინის ხელისუფლებამ და შესაბამისად დემოკრატიიდან უკვე გაფორმდა ავტოკრატიული კურსის გახორციელება. თუმცა რეალურად დე-ფაქტო ეს არადეკლარირებულად აქამდე ხდებოდა, მაგრამ უკვე ეს განაცხადია, დეკლარაცია არის მიუნხენის კონფერენციაზე, უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც სოფლიოში ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ კონფერენციად ითვლება უსაფრთხოების საკითხებზე, ხო? და აქედან მოყოლებული უკვე ძალიან ესეთ ხის პოლიტიკას ახორციელებს რუსეთი, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სწორედ აი ამ შესაბამისი ჩვეულებრივი შეიარაღების და ტექნიკის შემზღუდველი შეიარაღების კონტროლის ხელშეკრულებებიდან გამოსვლა იყო და ერთ-ერთი მსხვერპლი ამ მიმართულებით იყო ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულება, ხო? მოთხოვნა იყო რუსეთის ასეთი, რომ მოდით აუცილებლად გავაკეთოთ ამისი რატიფიკაცია. თუ არ მოხდება რატიფიკაცია, რუსეთი თავის ლიმიტებს აღარ შეასრულებს და შესაბამისად არ მიყვება აი ამ ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების გზას. და მართლაც ამ განცხადების გაკეთებიდან ძალიან მალე რუსეთი გამოვიდა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებიდან და დღესდღეობით იმ ვალდებულებას, რაც აქვს დაწესებული ამ ხელშეკრულებას, კონკრეტულად ლიმიტების შესრულება, კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება თავის სამხედრო ძალების რაობისა და განლაგების ტიპების და რაოდენობის შესახებ, აი ამ ინფორმაციის მიწოდებას არ ახორციელებს რუსეთი, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ხელშეკრულება ისევ ცოცხალია, მის დანარჩენი წევრი ქვეყნები ერთმანეთს შორის ცვლიან ამ ინფორმაციას, თუმცა ახლა მოგეხსენებათ, რომ ამდენადაც რუსეთი ძალიან საფრთხის კუთხით ფუნდამენტალური მნიშვნელობის ქვეყანა არის ევროპაში, მისი გამოსვლამ გარკვეულად დააკნინა ამ ხელშეკრულების მნიშვნელობა და ეს ევროპაში უსაფრთხოების ქვაკუთხედი ხელშეკრულების სტატუსი მნიშვნელოვნად
შეებღალა, ხო? ანუ დღესდღეობით ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც რუსეთი ამ შეერაღებული კონტროლის რეჟიმიდან გამოსული არის, არა მხოლოდ ევროპაში ჩვეულებრივი შეერაღებული ძალების და არა მხოლოდ ზოგადად ჩვეულებრივი კონვენციონალური შეერაღებული ძალების კონტროლის კუთხით თავის ვალდებულებას ნელ-ნელა გვერდზე დებს, არამედ იგივე ხდება ბირთვულ შეერაღებასთან დაკავშირებით და ამაცინად გაკეთდა ამერიკის შეერაღებული ძალები და ამერიკის მთავრობის მხრიდან განცხადება, ასევე იმ საფრთხეზე, რაც შეიძლება მატერიალიზდეს რუსეთის მიერ ამ ბირთვული მათ შორის მცირე შორის ბირთვული რაკეტების ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებით და იმ ტრანსპარენტულობის ზომების არ შესრულებასთან დაკავშირებით, რაც მას ეკისრებოდა საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის ჩვეულებრივ კონვენციურ ძალებს, რაც შეეხება აი ამ ევროპაში ჩვეულებრივი შეერაღებული ძალების ხელშეკრულების ფარგლებში, ხო? ასე რომ რეალურად დღეს ვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც საერთაშორისო რეჟიმები შეერაღების კონტროლის, კონვენციური ბირთვulis, მათი გავლენა და მოქმედების ეფექტურობა შემცირებულია და ის საფრთხე, რაც აქამდე ცივი ომის დროს არსებობდა, გარკვეულად ბრუნდება ისევ ევროპაში ამ რუსეთის ხისტი პოლიტიკის განხორციელებიდან გამომდინარე და ამ საერთაშორისო რეჟიმებიდან გამოსვლის გამო, ხო? და პირდაპირ მუქარი სახითაც ეს ახლო მანძილის ბირთვული შეერაღების განლაგების მუქარასაც მუდმივად აჟღერებს ხოლმე იგივე კალინინგრადის ოლქზე და მათი ქობინების ამ რაკეტების ევროპის დედაქალაქზე დამიზნების საფრთხეებით არც თუ ისე იშვიათად ჟღერდება ხოლმე, ხო? ეხლა რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი ლექცია და მისი ესეთი მთავარი ამოსავალი წერტილი და ღერძი ხო რის გარშემოც გაკეთდა ხო ჩემი დღევანდელი პრეზენტაცია არის ის თუ რომელი მიდგომა ამართლებს დიდ აგრესიულ მეზობელთან ხო უსაფრთხოების პრობლემის გადაწყვეტის კუთხით პატარა სახელმწიფოს მხრიდან რომელი მიდგომა უნდა აირჩიოს რომელი სტრატეგია დიდ სახელმწიფოსთან განსაკუთრებით როდესაც აგრესიულია ეს დიდი სახელმწიფო როდესაც სამხედრო პოტენციალი გაცილებით დიდი აქვს ამ პრობლემების უსაფრთხოების პრობლემის გადაწყვეტის კუთხით რეალურად რომელი სტრატეგია მოქმედებს ხო და ნიუანსური განსხვავებები ბევრი იყო, მაგრამ ზოგადად ჩამოყალიბეთ მიდგომებს, რაც საბჭოთა კავშირის დანგრევიდან დღემდე ხო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით საქართველოს რა პოზიცია და სტრატეგია ჰქონდათ, ორ ძირითად სტრატეგიად შეიძლება დავყოთ. ერთი რუსეთთან სერიოზული უსაფრთხოების პრობლემების მოგვარება ორმხრივ ფორმატში და საერთაშორისო თანამეგობრობის ნაკრები ჩართულობა რუსების არ გავაღიზიანოთ პოლიტიკას ვეძახით ჩვენ არასამთავრობო სექტორი, ხო? და მეორე მხრივ დასავლეთის ჩართულობით და ჩვენი პრობლემების საერთაშორისო ფორმატში, საერთაშორისო არენაზე მუდმივი რუსეთთან არსებული პრობლემის მუდმივად დაფიქსირების და გადაწყვეტის მოთხოვნის საშუალებით. ანუ საერთაშორისო ჩართულობის სტრატეგია, ხო? და უკვე შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში გადაეწყო ერთი სტრატეგიიდან მეორეს განხორციელებაზე საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა და შესაბამისად ამ სტრატეგიის ფორსირების პირობებში მივიღეთ ის სიტუაცია, რაც დღესდღეობით არსებობს და ძალიან მალე მივიღეთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორია სრულიად თავისუფალია რუსეთის შეერაღებული ძალებისაგან, ხო? ჩვენი ორი მეზობლის ტერიტორიაზე უკვე რუსეთის ბაზებიც განლაგებულია და აზერბაიჯანში სამწუხაროდ რუსეთის სამშვიდობო ძალებიც არის განლაგებული უკვე აზერბაიჯანის თანხმობის საშუალებით აი სამშვიდობო მანდატის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დღესდღეობით, ხო? ასე რომ რეალურად ჩვენი გამოცდილებით, არა მხოლოდ ჩვენი გამოცდილებით, ძალიან ესეთ სასარგებლო გაკვეთილი მივიღეთ. იგივე აი დღესდღეობით როცა ვსაუბრობთ, ხო, რუსეთის მოკავშირეებზე, ეს მოკავშირეები ყველაზე ახლო არის, ხო? იგივე ამ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებაში ვინც არიან სამხედრო მოკავშირეები. ბელორუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ასე შემდეგ, ხო? ამ
ქვეყნებმა რუსეთთან ურთიერთობის პრობლემები ვერ გადაჭრა და რუსეთი დღესდღეობით მიუხედავად ასეთი რეალურად მჭიდრო ურთიერთობისა და სამხედრო კავშირისა რუსეთთან, რუსეთი მათთვის არანაკლები საფრთხეა თუ მეტი არა ვიდრე საქართველოსთვის დღესდღეობით, ხო? ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ყარაბაღის ომის პირობებში, სადაც მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ვალდებული ჰქონდა და გასაგებია, რომ ინტერპრეტაციაც გააკეთა რუსეთმა აქცენტი, რომ ეს არ იყო სომხეთის ტერიტორია და იმიტომ ვერ დაეხმარა, არ გულისხმობდა ეს ხელშეკრულება რუსეთ-სომხეთის სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულება, სამხედრო კავშირის ხელშეკრულება დამხმარება სამ შემთხვევაში, მაგრამ რეალურად ჩვენ კარგად ვიცით, რომ რუსეთს ხელშეკრულების ისეთი ინტერპრეტაცია შეუძლია, როგორც სურს, ხო? ასე რომ რეალურად არ ქონდა კეთილი ნება და შესაბამისად ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ მჭიდრო სამხედრო კავშირის მიუხედავად ყველაზე ესეთი გაჭირვების ჟამსაც და შეიძლება არანაირი დახმარება არ მოვიდეს რუსეთის მხრიდან. ბელორუსიამაც ძალიან კარგად გამოცხადა თავის თავზე ეს ყველაფერი. რამდენადაც სანამ ეს არჩევნების შემდგომი სიტუაცია განვითარდებოდა, სადაც მოუწია უკვე თავისი ავტოკრატიული რეჟიმი შესანარჩუნებლად ლუკაშენკოს ჩახუტება პუტინთან, მანამდე მთხოვა იმ რუსეთის ზეწოლისგან დასაცავად ნატოს თხოვა ლუკაშენკომ რამდენად არ უნდა იყოს გასაკვირი თანამშრომლობის გააქტიურება და ამერიკის შეერთებულ შტატებმაც გაახორციელება შესაბამისი ჩართულობა რუსეთის გავლენის შესამცირებლად ბელორუსში, რასაც მიესალმებოდა ლუკაშენკო, ხო, იმ დროს. მოლდოვას მიმართულებით თუ ვისაუბრებთ, როდესაც ნეიტრალიტეტზე არის საუბარი და არ იყო ისეთი აქტიური საგარეო პოლიტიკა განხორციელებული ორმხრივ ფორმატში, რუსეთთან მოლაპარაკების ფორმატში, სადაც დღესდღეობით ნესპისპირეთის ეგრეთ წოდებულ ხო რესპუბლიკაში რუსეთის არც სამხედრო ყოფნა და არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგონა ამ რეგიონის დაბრუნებით მოლდოვას და კიშინოვის კონტროლის ქვეშ არ მოხდარა. ასე რომ არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, არამედ დანარჩენ საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებთან მიმართებაში ნატოს შემოლებიც არ არიან, ხო, იმაზე აქცენტი, ეს რუსეთთან ორმხრივი ჩართულობის პოლიტიკამ რეალურად არ გაამართლა და უკრაინის შემთხვევა ძალიან საგულისხმოა ამ კუთხით, როდესაც უკრაინის პრორუსული პრეზიდენტი იანუკოვიჩი დათანხმდა ნატოში არ გაწევრიანებას, უკვე მოითხოვა რუსეთის მხარემ პუტინის რეჟიმმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმაც, ხო, ეს ძალიან კარგი დამადასტურებელია იმისა, რომ ნატოს გაფართოების პრობლემა კი არ არის მარტო რუსეთისთვის პრობლემა, ხო, თითქოს პრობლემა, არამედ საერთოდ დასავლეთთან ნებისმიერი ინტეგრაციის დასავლეთთან ინტეგრაცია კი ამ ქვეყნებს ფეხზე აყენებს შესაბამისად მის დამოუკიდებლობას ამყარებს და დღევანდელი ხედვით რუსეთის ეროვნული ინტერესების და რუსეთის ამჟამინდი რეჟიმის ძალაუფლების შენარჩუნების კუთხით არ შედის რუსეთის ინტერესებში, ამ რეჟიმის ინტერესებში, უფრო სწორად, მის მეზობელ ქვეყნებში რეალურად სუვერენიტეტის გამტკიცება, ამ ქვეყნების განვითარება, ფეხზე დადგომა და აქედან გამომდინარე, რომ დასავლეთის ჩართულობა სწორედ აი ამ მიზნების განხორციელებას უწყობს ხელს, ამიტომ მარტო ნატოზე არ არის საუბარი, ხო, ევროკავშირთან და ნატოსთან მიმართებაშიც რუსეთს აქვს ასეთი ძალიან ხისტი პოზიცია. რამდენად თავის უსაფრთხოებას ხედავს მისი მომიჯნავე ქვეყნების უსაფრთხოების დაკნინების ხარჯზე. ამ ნილოვანი თამაშის წესებს ცივი ომის ლოგიკას მიყვება, რომ მეზობელი სახელმწიფოების კარგი უსაფრთხოების გამტკიცება, მისი უსაფრთხოების დაკნინება, როდესაც თავისუფალ სამყაროში, ევროში, ევროატლანტიკურ სივრცეში, როდესაც ლიბერალურ დემოკრატიებზე არის საუბარი, მიუდგომ არის პირიქით. ყველა რაც უფრო მეტად დემოკრატიული იქნება და სტაბილურობა იქნება იმ ქვეყანაში უზრუნველყოფილი, სამეზობლო გამოდის, რომ ამ ქვეყნების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია უფრო მეტად და იქიდან რამდენადაც იქ პრობლემები არ შეიქმნება, ნაკლები რისკი იქნება იმისიც, რომ ეს პრობლემები გადმოდინდეს მერე თვითონ ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებში. ანუ მათი მიდგომა პირიქით არის. სამეზობლო ქვეყნების უსაფრთხოების განმტკიცება, მათი განვითარება პირიქით მათ უსაფრთხოებაზე ასხამს და რუსეთის მიდგომა პირიქით არის, ხო? რაც უფრო დაკნინებული იქნებიან მისი მეზობელი ქვეყნები, მით უფრო
ვასალურ დამოუკიდებლობაში ეყოლება და მით უფრო ამ გავლენის ზომებს გაავრცელებს მასზე და ეს არის ხედვა რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის. ხო, რა ვიცი, ცოტა ბევრი ვისაუბრე. მინდა მოგცეთ კიდე საშუალება კითხვა-პასუხის მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დრო მთავრდება, თუ გექნებათ კითხვები, აი დღევანდელ თემასთან დაკავშირებით, ამ კონკრეტულ ასპექტთან დაკავშირებით, რაც შეიძლება ვერ გაიგეძვოთ და თან დამატებით გინდათ რომ გავშალოთ ის თემა ან ქვეთემა. მე მაქვს ერთი თხოვნა. დღევანდელ ლექციას განხილული პრეზენტაცია თუ შეგიძლიათ რომ ელექტრონულ პოსტაზე გამოგვიგზავნოთ ან სხვა საშუალებით Facebook გვერდიც არის იქ რომ კი ბატონო, აუცილებლად. მადლობა. და ის case study. არაფერს, აი აქ მომწერეს რომ ლინკი Facebook-ზე შეგიძლიათ რომ ვერ შემოდია მონაწილეები. მე ვიცადე და არ გამოდისო. ესე იგი, ვისაც ეს ტექნიკური პრობლემა ჰქონდათ, ეს ლექცია ორივე ნახევარი ჩაწერილია და შეგიძლიათ რომ თქვენი სურვილისამებრ როცა აგნებოთ ნახოთ მე და მოიცვით. და ის case study რომ შეგვპირდით თუ შეიძლება ისიც რა შეგვპირდით? Case study-ს აუცილებლად გამოგიგზავნით case study-საც. რასაც შეგვპირდით, პირობას ვიძლევი შევასრულებ. მადლობა. რამე ხო არა გაქვს სხვა კონკრეტული შეკითხვა? ხო, აი მაიას მიკროფონი არ მუშაობს, მე მგონი და მეკითხება, რამდენად საფრთხეა, რომ რუსეთმა საქართველოს სრული ანექსია მოახდინოს. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი გაკვეთილია, სწორედ რა სახის პოლიტიკა უნდა გავახორციელოთ, რუსეთის ბაზებთან დაკავშირებით წარმოებული პოლიტიკიდან ნასწავლი გაკვეთილები, ძალიან კარგი გაკვეთილია აი ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. რაც მეტი საერთაშორისო ჩართულობა იქნება, მით უფრო მეტია შანსი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი აგრესიისგან დაცულობის. ეს ძალიან კარგი მაგალითია ეს ბოლო ესკალაცია უკრაინასთან დაკავშირებული სიტუაციის, ხო? უკრაინას რაც ჩვენზე მეტი სამხედრო პოტენციალი არ უნდა ჰქონდეს, რუსეთთან მიმართებაში როცა ვადარებთ პოტენციალს, უფრო პატარა ქვეყანაა, ხო? და ძნელი არის რუსეთის პოტენციალის გაბათილება უკრაინის სამხედრო პოტენციალი და აი ეს კონფლიქტი, რომელიც ძალიან დიდი შეშფოთება იყო, რომ რუსეთის სამხედრო ძალების განლაგება, რომელიც 100,000-ს აჭარბებდა ზოგიერთი შეფასებით უკრაინის საზღვართან, იყო სწორედ იმისი ნიშანი, რომ რუსეთი აპირებდა სერიოზული სამხედრო ინტერვენციის განხორციელებას, ანუ აგრესიის ხარისხის და მოცულობის გაზრდას. და ძალიან სერიოზულმა საერთაშორისო ჩართულობმა, მათ შორის გერმანიის მხრიდან სერიოზულმა განცხადებებმა, საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან ძალიან სერიოზულმა, საფრანგეთის პრეზიდენტთან განსაკუთრებით გასაკვირი იყო, არ აკეთებს რუსეთს მიმართ ასეთ განცხადებებს, სერიოზული შედეგები მოყვებოდა ამასთან. ამერიკის ხელისუფლების მხრიდან არამხოლოდ სერიოზულმა განცხადებებმა, არამედ ამერიკამ უკრაინა ამერიკის სტრატეგიული ქარტიის ფორმულირების კი შეცვალა, სადაც სერიოზული სამხედრო დახმარება და თანამშრომლობაზე სერიოზული აქცენტები გაკეთდა და თვითონ პოლიტიკურ განცხადებებში ძალიან სერიოზული მხარდაჭერა გამოუცხადა. ერთ-ერთი განცხადება იყო, რომ რკინისებრიაო ჩვენ უკრაინასთან სამხედრო თანამშრომლობაო და დავეხმარებით უკრაინას აგრესიის მოგარებაში. ახლა კონკრეტულად ეს არ არის ხელშეკრულებით განსაზღვრული სამხედრო ვალდებულება, სამხედრო ძალით დაეხმარებით, მაგრამ სამხედრო ძალის გარდა ძალიან სერიოზული ბერკეტები აქვს, თუ ეგრევე ეკონომიკური ბერკეტები, სანქციების ბერკეტები, გაცილებით შეუძლიათ სიხისტე გაზარდო სანქციების და რამდენადაც რუსეთის ეკონომიკა სერიოზულად მოწყვლადია და არ არის ისეთი განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკა აქვს, რა თქმა უნდა, პუტინი 10 ჯერ დაფიქრდება, სანამ გაახორციელებს ამ აგრესიას და როგორც ხედავთ, დაფიქრდა კიდევაც და ხელი აიღო სწორედ ამ საერთაშორისო ჩართულობით აი ამ აგრესიისაგან. კიდევ არის კითხვები. ვარდების რევოლუცია იყო თუ არა წინ გადადგმული ნაბიჯი ნატოს შემადგენლობაში შესასვლელად, რა უნდა გააკეთოს საქართველოს, რაც შეიძლება მალე შევიდეს ნატოს შემადგენლობაში. მადლობა მაიამ საინტერესო კითხვებისათვის. ჯერ პირველზე გავცემ პასუხს, ვარდების რევოლუცია იყო თუ არა წინ გადადგმული ნაბიჯი ნატოს შემადგენლობაში შესასვლელად. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ნატოში გაწევრიანების კუთხით, მაგრამ საქართველოს საერთაშორისო დახმარების გაზრდის და საქართველოს მნიშვნელობის გაზრდის კუთხის საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან მნიშვნელოვანი
გადადგმული ნაბიჯი იყო, ხო? იმიტომ რომ როგორც გითხარით, ადრე ევროკავშირის ამინდის პროგნოზის რუკაზეც არ ვიყავით და ახლა მსოფლიო გლობალური პოლიტიკის რუკაზე დავჯექით ფაქტიურად და რეგიონალური მასშტაბით სერიოზული ფუნქცია და სერიოზული იმიჯი გაგვიშთა და სერიოზული ფუნქცია მოგვენიჭა რეგიონში დემოკრატიის გავრცელების, რაც უშუალოდ მიბმული არის ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის. ანუ ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით სერიოზული კონტრიბუტორის როლის მქონე ქვეყნის იმიჯი შევიძინეთ, ხო? ანუ სერიოზული როლი მოგვეცა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. არა მხოლოდ ჩვენი პრობლემების დახმარების კუთხით ვითხოვთ ჩართულობას, არამედ ჩვენ შეგიძლიათ სერიოზული წვლილი შევიტანოთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. თუმცა არ იყო ეს საკმარისი ნაბიჯი, იმიტომ რომ ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბოლოდინი იყო ასევე დემოკრატიზაცია, ხო? ამ კუთხით სამწუხაროდ მნიშვნელოვანწილად საწყისი კარგი პროგრესის შემდგომ არ გამართლა ეს მოლოდინები და სწორედ 2008 წელს, როდესაც მეპი არ მოგვცეს, ხო? სერიოზული მხარდაჭერა იყო ამერიკის მხრიდან, ჩვენი სხვა ნატოს მხარდაჭერილი ქვეყნების მხრიდან, მაგრამ სკეპტიკური ქვეყნები ისეთი როგორც არის საფრანგეთიდან განსაკუთრებით გერმანია წავიდა საწინააღმდეგოდ ამ გადაწყვეტილების და სამწუხაროდ ჩვენ მივეცით რუსეთის გაღიზიანებით ამ გადაწყვეტილებას ვერ დაასაბუთებდა, იმიტომ რომ ნატოში არ შედის რუსეთი და ნატოს არაფორმალურ ვეტოს ვერ მიანიჭებდა ახლა ვერც გერმანია ვერც საფრანგეთი, მაგრამ სხვა ძალიან ისეთი ხელჩასაჭიდი არგუმენტი მივეცით, ხო? 2007 წელს მოგეხსენებათ ახლა ადამიანის სერიოზული უფლებების დარღვევა იყო, მათ შორის პრესის თავისუფლების, იმედის შეჭრა გახსოვთ თქვენ, გახსოვთ სერიოზული გადამეტებული ძალის გამოყენება მომიტინგეების მიმართ და ეს ძალიან სერიოზული არგუმენტები სწორედ გამოიყენა გერმანიამ იმისათვის, რომ დაესაბუთებინა მაპის არ მიცემა საქართველოსა და უკრაინას. უკრაინაც ახლა დემოკრატიული განვითარების კუთხით იმ დროს სერიოზულად პრობლემების მქონე ქვეყანა იყო. ეს პრობლემები სამწუხაროდ დღესაც გვაქვს ჩვენს და უკრაინას. ჩვენ შემთხვევაში ვიღოთ უკრაინაში უკეთესობისკენ მიდის საქმე და ბოლო 3 წელია ჩვენ შემთხვევაში ჩვენი დემოკრატიობის ხარისხის შეფასება ყველა სხვადასხვა პრესტიჟული არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების მიხედვით ამ შეფასებების მიხედვით იკლებს ჩვენი პოზიტიური შეფასების ქულები, ხო? ანუ მიდივართ უკან. რა უნდა გააკეთოს საქართველოს, რაც შეიძლება მალე შევიდეს ნატოს შემადგენლობაში. ორი მიმართულებით უნდა იაქტიუროს განსაკუთრებით. ერთი მიმართულებაა საგარეო აქტიურობა, ანუ თავისი გაწევრიანების საკითხი მუდმივად დღის წესრიგში დააყენოს ნატოს წევრ ქვეყნებთან ორმხრივი და საერთაშორისო ფორმატში ურთიერთობებისას. თან სამი ასოცირებული ქვეყანა ხომ არის ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, ხო? წამსწრაფი ქვეყანა მოლდოვა, საქართველო და უკრაინა. ნატოსთან მიმართებაში საქართველო და უკრაინა. ხო, ეს ქართულ-უკრაინული ტანდემი არ არის კარგად ჩამოყალიბებული, ერთობლივი ძალებით, ძალისხმევით შეიმუშავონ სტრატეგია აქტიურობის საგარეო, რომ მხარდამჭერი ქვეყნების მხარდაჭერის კონსოლიდაცია გააკეთო და სკეპტიკურ ქვეყნებთანაც იმუშაონ ამ სკეპტიციზმის შესამცირებლად. თუმცა აქ მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით მოქმედება არის საჭირო, ანუ კონკრეტული რეფორმების გახორციელება აუცილებელი, რაც ნატომ ძალიან ხშირად გაუმეორებია ნატოს და ნატოს წევრ ქვეყნის ხელმძღვანელობას, რომ არის წინაპირობა ჩვენი ნატოში გაწევრიანების. ერთ მხრივ ეს არის სამხედრო რეფორმები, რომელიც კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ ამჟამად ეს პრობლემას არ წარმოადგენს ჩვენი ნატოში გაწევრიანების კუთხით, იმიტომ რომ უკვე გაკეთებული აქვს იგივე ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელს ამასთან დაკავშირებით განცხადება, რომ სამხედრო რეფორმის კუთხით საქართველოს უკვე მზადაა ნატოს შესაძლებლად, მაგრამ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით, ხო? ამას ნატოს გენდივანი ძალიან ხშირად იმეორებს ხოლმე. ეს იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ეს არის სასამართლო სისტემის თავისუფლება და ასე შემდეგ. ამ კუთხით ძალიან სერიოზულად მოვიკუჩნდებთ. ასე რომ ეს მეორე აუცილებელი წინაპირობა არის ეს საშინაო დავალების შესრულება, რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით დემოკრატიული რეფორმების განხორციელება.
აი მაია ძალიან აქტიურია, კიდევ ერთი კითხვა, დემოკრატიის მხრივ ევროკავშირის წარმომადგენლობა თუ შეაჩერებს უვიზო მიმოსვლას ქვეყანას გაუქმეს დახმარების პროგრამას, მაშინ რა რჩება სამოვალო ინტეგრირების სახელმწიფოს. Როგორც შევინარჩუნებთ დემოკრატიის სტატუსი და რა პრევენცია უნდა განახორციელოთ, რომ ავტონომიური ქვეყნების რიგებში არ ჩავეწეროთ. კი ბატონო. ანუ თუ რაიმე სანქციას დააწესებს ევროკავშირი, ხო? ეს არის მათი მიდგომინა გამომდინარე დემოკრატიულობას, როცა მხარს უჭერს ამ დემოკრატიის კუთხით უკან სულკუსლა არის, აქ რაღაცა რეაგირება უნდა გააკეთოს, ხო? ასე რომ მეტი დემოკრატია, მეტი დახმარება ამ პრინციპებით მოქმედებს ევროკავშირი, ხო? მეტი წინსვლა ევროკავშირის პრინციპების საერთო ღირებულების დაკმაყოფილების კუთხით სტანდარტების იქნება და მეტი ინტეგრაცია იქნება ევროკავშირში. ასე რომ უვიზო მიმოსვლას ერთ-ერთი ეს პრივილეგიაა და გარკვეულწილად დახმარება ჩვენს მიმართ დახმარების პროგრამა, რასაც ევროკავშირი ახორციელებს. მათ შორის ის ფინანსური დახმარება, რაზეც ჩვენმა მთავრობამ უარი თქვა, იმიტომ რომ ვერ დააკმაყოფილა დემოკრატიული რეფორმების გატარების წინაპირობა, ხო? ასე რომ სამოვალო ინტეგრირების რჩება ის, რომ უნდა განვახორციელოთ ეს რეფორმები. ეს რეფორმები ევროკავშირისთვის კი არ კეთდება, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ქვეყნების ქვეყნები. პირველი მთავარი სარგებელი ჩვენთვისაა და ევროკავშირისთვის. ევროკავშირში დამატების სარგებელი იქიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენ თუ დემოკრატიული ვიქნებით, სწრაფად გამვითარდებით უფრო, პრობლემები არ შეგვექნება და ტოვილები და ისინი ნორმალურ ფეხზე დამდგარ ქვეყნებისგან სხვა ქვეყნებში აღარ მიდის მერე, ხო? ასე რომ იმათაც ამ კუთხით პრობლემები არ შეექმნებათ. მეტი დემოკრატიული ქვეყანა, მეტი ფეხზე დამდგარი ქვეყანა ევროკავშირისთვის მეტ უსაფრთხო ევროკავშირს ნიშნავს. ასეთი განსხვავებული მიდგომა აქვს რუსეთის მიდგომისგან, რუსეთის მიდგომის საწინააღმდეგო მიდგომა აქვს ფაქტიურად, ხო? და ბოლო კითხვა არის, როგორ შევინარჩუნოთ დემოკრატიის სტატუსი და რა პრევენცია უნდა განახორციელოთ, რომ ავტოკრატიული ქვეყნების რიგებში არ ჩავეწეროთ. მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, ყოველთვის მთავრობა არის პირველ რიგში ამაზე პასუხისმგებელი, მაგრამ საბოლოო პასუხისმგებელი და მთავარი ფუნდამენტი ეს არის საზოგადოება. და სამოქალაქო საზოგადოებას ზოგი ფიქრობს, რომ რატო სამოქალაქო და რატო მთლიანად საზოგადოება არა. მთლიანად საზოგადოება, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება გულისხმობს ყველა მოქალაქეს, რომელსაც ეს პასუხისმგებლობა გათვითცნობიერებული აქვს და რაღაც კონკრეტული საშუალებით, მისი უნარის შესაძლებლობის გამოყენებით და თავისი დროის დაფნობით აქტიურ მონაწილეობას იღებს აი ამ დემოკრატიის აღშენებაში. მათ შორის მთავრობაზე ზეწოლის საშუალებით. ხო, მარტო დემონსტრაციაზე იმაზე არ არის საუბარი, აი კონკრეტულ სფეროში კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად, რომ იყოს ასოციაცია, ხო, შეიკრიბა არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაციები და ამ კონკრეტული მხრივ რომ გაუმჯობესდეს ქვეყანაში სიტუაცია დემოკრატიულადაც და ეფექტურობს ვიხат, საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს. ინსტიტუციები უნდა დაიხვეწოს, სახელმწიფო ინსტიტუციები, რომ იმან მართველი პარტიების ინტერესები კი არ განახორციელოს, საქართველოს ეროვნული ინტერესები განახორციელოს და აი ამ კუთხით, ხო, აქტიურობა აუცილებელი არის ჩართულობა საზოგადოების და ვინც აქტიურად არის ჩართული მოქალაქეები, აი ამ მოქალაქეთა ერთობას ქვია სწორედ სამოქალაქო საზოგადოება. ასე რომ საბოლოო ჯამში, ხო, ეს ვალდებულება არის თითოეული მოქალაქის. საქართველოს მოქალაქის. ამერიკაში ამერიკის მოქალაქის, რუსეთში რუსეთის მოქალაქის. და ასე შემდეგ. იმედი მაქვს გავეცი ამ კითხვის პასუხი. სხვა რამე კითხვა ხო არა გაქვთ ხალხმა? არა, ხო? მაშინ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი ჩართულობისთვის, ყურადღებისთვის, საინტერესო კითხვებისათვის და პირობას ვიძლევი, რაც გითხარით იმ დოკუმენტებს აუცილებლად გაგიზიარებთ. რა საშუალებითაც კურსის ხელმძღვანელი, მთლიანი კურსის ხელმძღვანელი მირჩევს იმ საშუალებით გაგიზიარებთ. მადლობა საინტერესო ლექციისთვის, ნახვამდის. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. მადლობა ხალხო, დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის. მადლობა. ნახვამდის.